Ცივნის დაზარალებული გიორგი სულაშვილის საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა სარჩოს დაკისრებაზე. სულაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა მხოლოდ საკომპენსაციო თანხა 20,000 ლარი განსაზღვრა. ეს თანხა კი დაზარალებულის განმარტებით 1 წლის განმავლობაში მედიკამენტებისთვისაც არ იქნება საკმარისი. სულაშვილი მოსამართლის მიერ პროცესის გაჭიანურებაზეც ლაპარაკობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს. 31 წლის ასაკში 60 წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა ქოცებოდა საქართველოს სასამართლო ამისთვის. მადლობა ჩემი უფუნქციო დატოვებისთვის, წერს სოციალურ ქსელში. სულაშვილი გავრილოვის ღამეს დაზარალდა, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტები ხელისუფლებამ წყლის ჭავლის რეზინის ტყუებისა და ცრემლდენი გაზის გამოყენებით დაარბია. თითოეული ოცივნის დაზარალებულის წინაშე მიუღებელია ესეთი დამცინავი და არაფრის მომტანი თანხები თუნდაც რა და აქ მხოლოდ თანხებზე არ არის ლაპარაკი რა, ანუ პოსტტრაუმული სტრესი მაქვს, შფოთვები მაქვს, მოგონებები მაქვს, უფუნქციოდ დავრჩით ფაქტიურად, არ შემიძლია მუშაობა. ის 20,000 ლარი რაც ახლა 1 წლის მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მედიკამენტებში არ მეყოფა, ის 20,000 ლარი. და რაც შეეხება სარჩოს, მე ვერ ხვდები რის გამო მეთქვა უარი. მოსამართლის გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, არ დავტოვებთ აი ასე უყურადღებოთ.